განვიხილოთ მეტი. ეხლა ჩვენთან ერთად არის ლაურა ველსი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთიდან გვიერთდება. ლაურა, ძალიან გვიხარია, რომ i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. პრეზიდენტი ტრამპი ნატოს მოკავშირეებს ეუბნება, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორ იყენებს თურქეთი ამ გზავნილს იმის დასამტკიცებლად, რომ ის უნდა განიხილებოდეს როგორც ალიანსის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ძალა? თურქეთი ნატოში მეორე ყველაზე დიდი სამხედრო ძალაა. ასე რომ ეს ნამდვილად აქვს. და ტრამპმაც ნამდვილად აღიარა ეს ფაქტი. როგორც tweet მათ მართლაც შეიძინეს S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთისგან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ სცადეს პატრიოტის სისტემა შეეძინათ შეერთებული შტატებისგან, მაგრამ ისინი ძალიან რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ცდილობდნენ ტექნოლოგიის, ფაქტობრივად მთელი სისტემის მიღებას თურქეთში. Raytheon-მა არ დათანხმდა და ეს ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო. ასე რომ როგორც ერდოღანი აკეთებს, მან სხვადასხვა ძალები ერთმანეთს დაუპირისპირა. და მან თქვა: "კარგი, თუ არ მანძლებს საშუალებას, რომ პატრიოტის სისტემა ვიყიდო, მაშინ მე ავირჩევ რუსულ ანალოგს, S-400-ს." და ზუსტად ასე მოიქცა. იმ მომენტში შეერთებულმა შტატებმა CAATSA-ს სანქციები დააწესა. ეს არის კონგრესის აქტი, რომელიც სანქციებს აწესებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთიდან გარკვეულ პროდუქტებს, მაგალითად თავდაცვით ტექნიკას ყიდულობს. ეხლა არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ამაზე გამონაკლისი აქვთ. ორი განსაკუთრებით, ინდოეთი და ეს იყო კონგრესის აქტი, რომ ეს გამონაკლისი მიეღოთ წარმომადგენელ როჰანას ინიციატივით. მაგრამ ამას კონგრესმა უყარა კენჭი. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც გამონაკლისი აქვს, არის საბერძნეთი, რადგან კვიპროს ადრე ეკუთვნოდა S-300, ანუ წინამორბედი სარაკეტო სისტემა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მათ ეს საბერძნეთისთვის უნდა გადაეცათ, მას შემდეგ, რაც თურქეთმა იჩივლა, რომ კვიპროსი შესაძლოა ამ სისტემას თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ეს იყო შეერთებული შტატების კომპრომისი. ეხლა კი საბერძნეთი აპირებს F-35-ის შეძენას. ამიტომ თურქეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ ნატოში ვართ და იგივე შეთანხმებები უნდა გქონდეს, როგორც ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი, რომელიც ნატოს წევრია, და ინდოეთი, რომელიც არ არის. ლაურა, ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი გზაზეა, რათა 2030 წლისთვის მიაღწიოს ნატოს 5%-იანი თავდაცვითი ხარჯების მიზანს. და ის კიდევ $24 მილიარდ დებს ფოლადის გუმბათის საჰაერო თავდაცვის პროექტში. რატო უსვამს ანკარა ამ ეტაპზე ასე ძლიერ ხაზს ფოლადის გუმბათს? რა საფრთხისთვის ემზადება თურქეთი? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იმდენად გარდაუვალი საფრთხეა. თუმცა, როგორც იცით, ისრაელი და თურქეთი ერთმანეთს მწვავე განცხადებებს უცლიან და ერთმანეთს საფრთხედ მიიჩნევენ. თუმცა, ძალიან უჩვეულო იქნებოდა, თუ ეს ოდესმე ნამდვილ ღია ომამდე მივიდოდა. რაც მე ვფიქრობ, თურქეთს სურს არის კიდევ უფრო დიდი და ძლიერი სამხედრო ძალის შექმნა, როგორც შემაკავებელი ფაქტორი. მაგრამ ამაზე მეტად ერდოღანმა მართლაც ბევრი კვლევა და კაპიტალი ჩადო თავდაცვის ინდუსტრიაში. სწორედ ამ ნატო სამიტზე თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა $50 მილიარდი ღირებულების თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრია ამჟამად და ძალიან სწრაფად იზრდება. თურქეთი ამჟამად მსოფლიოში მე-11 უდიდესი თავდაცვის ექსპორტიორია და ერდოღანმა განაცხადა, რომ სურს ათეულში მოხდეს. უკვე როცა საუბრობთ ამ გაზრდილ თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც შეიძლება თურქეთში წავიდეს, ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი, ყველა ფრთხილობს უფრო ძლიერი თურქეთის გამო და ცდილობენ შეშფოთება გამოხატონ. თუ ანკარა მიიღებს სანქციების შემსუბუქებას, უფრო თანამედროვე თვითმფრინავებს, F-35-ებს, უფრო ძლიერ სარაკეტო თავდაცვის ფარს ფოლადის გუმბათით, როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ზოგადად უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთში. რთულია თქმა, რადგან არსებობს 19 ქვეყანა, რომლებსაც აქვთ F-35 ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავები. თურქეთი ზოგადად ერდოღანისა და სხვა პრეზიდენტების მმართველობის პერიოდში ძალიან ფრთხილად ეკიდება ომს, მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომი წააგო. მათ თავი შეიკავეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობაზე თუ გახსოვთ. და ეს არის ეთოსი, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა იზიარებს. ნებისმიერი მთავრობა ან ლიდერი, რომელიც თურქეთს პირდაპირ ომში ჩართავდა, რა თქმა უნდა, არაპირდაპირი ჩართულობა იყო, როგორც სირიის სამოქალაქო ომში და ქურთებთან დაკავშირებით ვნახეთ, ძალიან არაპოპულარული იქნებოდა.
ესე რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იმდენად ძალაუფლების ბალანსია, თუმცა განსაკუთრებით ერდოღანი ნამდვილად ცდილობს უზრუნველყოს, რომ კვიპროსი არ იყოს საფრთხე, ან სხვა ქვეყნები, მაგალითად ისრაელი, არ წარმოადგენდეს საფრთხეს. კიდევ ერთხელ, მე მჯერა, რომ ეს უფრო შეკავებისთვისაა, ვიდრე სხვა რამისთვის. ლოროველსი ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა, რომ თურქეთიდან შემოგვიერთდით. ვაფასებთ ამას. გმადლობ.